მიდიან თუ არა გორელები არჩევნებზე და აქვთ თუ არა გადაწყვეტილი ვის დაუჭერენ მხარს ამის გარკვევას ჩვენი გადამღები ჯგუფი ქალაქის ქუჩებში შეეცადა. ჩემო კოლეგებმა მოქალაქეების შემთხვევითობის პრინციპით გამოკითხეს. მე შეგახსენებთ, რომ გორის მუნიციპალიტეტში მერობისთვის ორი კანდიდატი იბრძვის. ქართული ოცნებიდან ეს გახლავთ კონსტანტინე ბუზალაძე და ლელო ძლიერი საქართველოდან ნიკოლოზ დოლიაშვილი. აქვე გეტყვით, რომ საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს გაიმართება. მოსახლეობამ 64 მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულო უნდა აირჩიოს. არჩევნებზე მიდიხართ თუ არა? როგორ არ მიდივარ, დავდივარ ხოლმე. თუ გაქვთ გადაწყვეტილი ვის მისცემთ მას? ეს უკვე ჩემი მივიდა. აუცილებელია, უნდა მივიდეს და ვისაც უნდა იმას ვიცეს, არ არის პრობლემა. ძალას არავინ არ დაგვატანს და არ გვატანს ძალას, რომ გინდა თუ არა იმას, ვერც გავუბედავენ. Конечно, დავა, მაგრამ რას ფიქრობთ, უნდა წავიდეს თუ არა მოსახლეობა არჩევნებზე და რატომ? უნდა წავიდეს, და გააჩნია ვის ირჩევენ. გაქვთ თქვენ გადაწყვეტილი ვის მისცემთ? არ ვიცი მე ვინ არის, ვინ უნდა იყოს საერთოდ. კი, მივცემ ხმასა ვინც იქნება, რა ვიცი. წავალ კი. ბევრი ასოვა, ბევრი წავა. რატო რას ფიქრობთ? მოიყვეტიათ გამოცხადებული და იმათ ემხრობიან. ისინი არ წავლიან რა თქმა უნდა. კი, აუცილებლად, რა თქმა უნდა, მივალ. თუ არა გადაწყვეტილი არა, ამ ეტაპზე ნამდვილად ვერ გეტყვით. მაგრამ არჩევნებზე მივალ, როგორც მოქალაქე, აუცილებლად გამარცხადები. კი, მივდივარ. გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი ვის დაუჭერთ? ჯერჯერობით არ ვიცი. მე მგონია, რომ უფრო წინსვლა იქნება და კაი შედეგებიც იქნება.